გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ცოტა გამოვისეირნეთ მე და ჩემო მეგობარმა. გემრიელით მით მევაგვინდოდა სახლიდან მოშორებით ამოვედით ზემო იმერეთში, სოფელ ზოთში, ციხის ნანგრევებში. პირველ რიგში რაც წინა ხაზი გაუსვა, ბუნება და სილამაზე და იდეალური როა კი, მაგრამ დაახლოებით 1 საათი არის რაც ტყეში მოვდივართ აი ცოტა ის მოშორებულ ადგილას. არც ნაგავი, არც ბულბულატორი, არც მოსაწევი, არც დაკუჭული ბოთლები და ასეთი რაღაც საშინელებები არ შეგვხვედრია, რაც სხვაგან ხდება ხოლმე ბევრ ისტორიულ ადგილას. ამიტომ ზემო იმერეთს 10-დან 10 ამ საქმეში ზმაო. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. და ჩვენი კიდე ნელ-ნელა წავიწიოთ წინ. ცოტა საჭმელი მაქვს წამოღებული, ქართული ჯარის მშრალი კვება. კიდევ ერთი ახალი მენიუ გავსინჯოთ, ერთად დავაგემოვნოთ. შევაფასოთ როგორია, რამდენად შეეფერება იმ სტანდარტს, რასაც ჩვენი ჯარი იმსახურებს. მოკლედ, გვაქვს ესეთი ნაციონალური დელიკატესის წარმოება. მენიუს წავიკითხავ ჯერ რა გვაქვს. ლობიო ლორით, ღორის ხორცის ლორი, კრეკერი, პეჩენია. აი ამაზე მართლა ძალიან მეშლება ნერვები და თუ ამის დამფუძნებლები უყურეთ, კრეკერი და პეჩენია არა, მარილიანი და ტკბილი ორცხობილა. ქართულად ესეა. ყველი, შოკოლადი, ქიშმიში, გამაგრილებელი სასმლის ფხვნილი, ქლიავის ჯემი, ჩაი, ყავა, შაქარი, მარილი, ჩილი. აჯიკაც ხარეზე რაღაცა და აწეს ჩილი. საღეჭი რეზინი, კბილის საწმენდი ჩხირი, სველი და მსრალი დამებაენა. სველი და მშრალი ხელსაწმენდი, ერთჯერადი კოუზი, ჩანგალი, ასანთი, გასაცხელებელი საშუალება. ენერგეტიკული ღირებულება 1356 კილოკალორია, 5676 კილოჯოული. კილოჯოული. შენ აქვს პირობები +27 გრადუსამდე. წარმოებელი შპს ნაციონალური დელიკატესი, მისამართი ქალაქი დედოფლისწყარო, ქიზიყის ქუჩა 4. ტელეფონის ნომერიც წერია. გამოყენების ინსტრუქცია პირველი კერძი საჭიროებს გაცხელებას, გასცხელებელი საშუალებით. ყავის, ჩაის მოსამზადებლად ცხელი წყლის ჩანთა გაავსეთ წყლით და გააცხელეთ გასცხელებელი საშუალებით. მენიუს დარჩენი კომპონენტები არ საჭიროებს გაცხელებასო. ამას ინსტრუქციაში მოყვება, რომ დანა არ უნდა სჭირდებოდეს და მართალია. ესეთი ორცხობილა დევ შიგნით, რომელიც სამწუხაროდ ჩანთაში ცოტა გაიფშნა. კრეკერი. ქართულს არ გვაქვს ყოველ შემთხვევაში. პეჩენია, ანუ კრეკერია წერია ალბათ მარილიანს და პეჩენია ალბათ ტკბილს. ჩემ ბავშვობაში პიკნიკი პეჩენიები გამოდიოდა ხოლმე. ის მართლა პეჩენია იყო. ცეცხლი ეკიდებოდა კარგად და ერთი ამასაც გავტესტავა. გასაცხელებელი საშუალება, კარბიდი, კოუზი, ჩანგალი, ასაც საკუთრება, ხელსახოცი, მშრალი და სველი. ასანთი, გურიელის ჩაი, შაქარი, ყავაც და სხვა შემთხვევებში ერთჯერადი ყავა როცა იდო ხოლმე ჩაი არის რომ აპირიქითებს გამოუსწორებიათ მომწონს. რაღაცნაირი საღეჭი რეზინი მოკლედ არ გვაინტერესებს. ქიშმიში ჩემი საყვარელი. შოკოლადი. აი ესეთი რაღაცები ზოგადად შარულფაში როდესაც ხომ ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ უბრალოდ შეგიძლია ამოიღო და გადაადგილების დროსაც მიირთვა და საკმაოდ ისეთ ჭამას და ჭამას შორის საკმაოდ ენერგეტიკულ ჯანებზე მოყვა. ლობიო ლორით. აი ისეთი რაღაცა რა, სახელს რო წაიკითხავ და გული რო გითბება.
შილი, შებოლილი ცხარე соуს და ქლიავის ჯემი. ყველაფერი ცალ-ცალკე ერთჯერად პაკეტებში აწვია, რაც კიდევ ერთხელ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს პაკეტებიც ვინც საუერ სიტუაციაში ხართ გამოგადგევთ, გასან შეინახავს ერთჯერად პლასტირს რაღაცას და მოკლედ საჭირო ნივთებია ხოლმე. გამაგრებელი სასმის მხვრილი, რომელიც არასოდეს არ დამილევია სიმართლე გითხრათ, ერთხელ გავსინჯე მარტო და აი ზუკოს წვენები რო იყო ერთი ეგარი. ორი ხორცის ლორი და ყველი. მოკლედ საჭმის გაცხელება მეზარება. ლობიო მე თუ მკითხავ, ცივიც გემრიელი უნდა იყოს. ეს პაკეტი ნაგვისთვის გამოგვადგება. ჩავყვეთ, ერთი ნაგავიყვე გვაქვს. დავიწყოთ ლობიოს დაგემოვნებით. ამ ხანაგო თქვენ არ გნებავთ ლობიო? ამ ხანაგო ჯეკა. მოდი ლობიო უნდა გაჭამო. ოჰოჰოჰოჰო. პარკი გაიხადა, ესევე მოხვედი, ხო გაგახსენდი. სუნი იდეალური. ანუ ვიზუალი ძალიან კარგი, მწვანილები ყრია და რაც თავარია, აი ხორციც შიგნით ოფიციალურად ურევია. მარტო სახელად არა. წამით. პირველ უკმას გაათვენი მივხვდი. მართლა კარგად არის შეზავებული, ანუ იმის განცდა რომ კონსერვს ჭამ. ქავის დიაში ხო ეს კონსერვია შესანახად დიდი ხნის. საერთოდ არ გეუფლება პირიქით, აი ნაღდათ ნამდვილად სახში მომზადებული ისე ლობიოს გემოსტოს, უბრალოდ ჩემთვის მაგალითად ცოტა მეტად რომ მოეხარშათ ლობიო კიდე, გაცილებით კაფეთი საჭმელი იქნებოდა. წვენიც აქვს ცოტაოდენი, შიგნით ხორცი ხორცად არის, ანუ ლორია. აშკარად ეტყობა რომ გემოზეც ლორია და არა რაღაცა უბრალოდ სიტყვაზე დაჭრილი ძეხ ჩაყრილი შიგნით. ნამდვილად ეს მithumetesak თბილი რო იყოს და შეცხელებული ძალიან გემრიელად მივიწნევდი მართლა. ეს კარგი იყო. შემდეგი რა გვაქვს? ახლა არ მოვყვევი ბოლომდე ჭამას და რაღაცებს, იმიტომ რომ გადაღებაც მოასწროთ და რასაყურებელია მე როგორ ქეიფობ აქ. ლორში პირველი რაც არ მომეწონა ესე გაასხა რაღაცა. ჩანგარი ჭირდება ამ ამბობს. და ეს ცხიმით არის სავსე. ეს რო შემთხვევაში უვეთესი იქნებოდა. ჩემთვის მეტისმეტად შებოლილი არომატია, ხაშკარად ეტყობა რომ ხელოვნური შესაბოლის საშუალებით არის შებოლილი. და ძალიან არის რა ის გებო. მაგრამ ცხიმით რაღაცა რამდენარი მასა არ გამოიყურება სასიამოვნო ვიზუალი. თუ იყო 10-დანათი ეს რა. მე 10-დან 3 ალბათ, 2. საერთოდ არ ყოფილიყო მე უფრო სასიამოვნო და რაღაც დაგიყვანე. შემდეგი რა გვაქვს? ყველი მიყვარს ყველანაირი რა. ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი საჭმელია. 99% ძევა ესეთი ალბათ შებოლილი სულგუნი უნდა ყოფილიყო ეს თუ და ყველი. სუნი აქვს. ყველის ვიზუალი აქვს, ჩედარის,
ანუ სულ იმერული ყველისა. ვიზუალი აქვს ჩედარის. კონსისტენცია აქვს შებოლილი სულუნის და გემო აქვს რეზინის. მოკლედ, ვისაც რეზინი იყვართ, რეზინს იპოვით, ვისაც ჩედარი თვალებს დახუჭავთ, წარმოიდგინეთ ჩედარია. მოკლედ, ამას რო შეჭამთ, ყველი გიყვარს ისე გაბრაზდები, რომ მოწინააღმდეგის ერთ ასეულს მარტო ახანჯლავ. ყველს 10-დან 5 ნახევარ შევჭამ, ნახევარ დავტოვე. ქიშმიში წარმოებელი ქვეყანა უზბეკეთი. ჩვეულებრივი გრეხია უკვე, როცა საქართველოში ქიშმიში ქართული ჯარის შარკვებაში არის უზბეკური. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ უზბეკეთსაც დიდი ყურძნის ისა აქვს, ისტორია აქვს, ეს აქვს და ასე შემდეგ და შეიძლება იქ უკეთესი ჩირი გამოყავთ და რაღაცა, მაგრამ ქიშმიში რა გემრიელია. კარგია. საკმაო რაოდენობით არის. ძალიან სასიამოვნო საჭმელია. მაგრამ 10-დან 3, იმიტომ რომ უზბეკურია. შოკოლადი. წარმოგვიდგინე ქვეყანა საქართველო. 10-დან 10 შოკოლადი. აი, შოკოლადი რო იყოს ჰოლანდიური და ქიშმიში ქართული უკეთ დალაგდებოდა სამეგრელო დადიანების სასახლის ვიზუალი. რა არის ეს მარტო სატყვები არ არის ეს ეროვნული უსაფრთხოებაც ხო არის ჩაქსოვილი. შენმა დამცველებმა გემრიელად უნდა ისადილონ ივახშმონ. უზბეკური ქიშმიშით შორს ვერ გავფრინდებით. შავი შოკოლადი იდეალურია. ეხლა ამების გასინჯვას აღარ დავიწყებ, გურიელის ჩაი სოფლიოში საუკეთესო მაღაზია. ურავი შემედავება. ან თუ მეც შემედავებ, მაინც არ დავიჯერებ. ასამცაც ინთება. სასიკვდილო ნომერი პიკნიკის პეჩენიას თუ წაეკიდება ცეცხლი. ამას თუ ცეცხლი მოეკიდა. თქვენ შეგიძლიათ და იყოს საყვებად არა, მაგრამ ეს ოცონის დასანთებად იდეალური ვარიანტია. პიკნიკის პეჩენიამ ტესტი ვერ გაეცა, ცეცხლი არ ეკიდება. მოიცა, არა. პროცესი შეგრძნება და მოუწევს. ოპა, ცეცხლი არ მოეკიდა. უბრალოდ აპოლა. ჩაისთან ყავასთან მშვენიერი ორცხოვილია. შეამონებით მივით მე როგორც ჩაისთან გავს რამეს ისე კიდევ ვიძახ მოცა რო არა მაქვს იმის რომ მოვანაკლე და ესე გემრიელად მოეწყო და ვჭამო გადაადგილების დროს გზადაგზა ხრუხუნით სიამოვნებით ვივდი მოკლედ ერთი სიტყვით რო შევაფასოთ რა 10-დან ამ მენიუს მე პირადად დაუწერდი 800 იმიტომ რომ საკვები მართლა გემრიელი და შიგნით არ შეედრება რა თქმა უნდა სახში მომზადებას და ეს 5 ვარსკვლავიან რესტორანს და უნდა წარმოვიდგინოთ რომ უნებაში ხარ არ არის აქ საშუალება საჭმლის მომზადების და მართლა გემრიელად შეგიძლია ჭამო. თან სხვადასხვა მენიუები თუ გაქვთ და იგივე არ მეორდება. რაც უკეთესი მოკლედ ჭამადი არის სიამოვნებით საჭმელი კერძებია შემიძლია ვთქვა რა იმ პირობებისთვის რა პირობებისთვისაც არის შექმნილი.
დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.